კოპენჰაგენი, სადაც ირაკლი კობახიძე იმყოფება და იქ მოძრაობს, ასე ვთქვათ, ურთიერთობების ევროკავშირთან გადატვირთვის თხოვნით ნინი ვალანჩივაძემ მოусმინა მის კომენტარებსაც და დააკვირდა თუ რა გამოვიდა კობახიძის ამ მცდელობებისგან ნინი საღამოშვიდობისა, რა გავიგეთ კობახიძის იქ ყოფნის პერიოდში. კობახიძე სამიტის დასრულების შემდეგ სამთავრობო მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ირწმუნება, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის პანელურ დისკუსიაში მან მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ლიდერთან მოახერხა გასაუბრება. მთავარი საკითხები კი მისივე თქმით ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასევე საქართველოს ევროკავშირის შორის ურთიერთობების გადატვირთვა იყო. კოპენჰაგენის სამიტიდან გავრცელებულ კადრებში კი არსად ჩანს, რომ ივანიშვილის გუნდმა, რომელსაც ირაკლი კობახიძე, მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენდა, სოფლიო ლიდერებთან შეძლეს გასაუბრება. არსებობს მხოლოდ 30 წამიანი კადრი, რომელიც პრესსამსახურმა თავად გაავრცელა და რომელშიც ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ესაუბრება. კომუნიკაცია კი მაშინ შედგა, როდესაც ევროპელი ლიდერები დარბაზში თავიანთ ადგილებს იკავებდნენ და პროტოკოლის მიხედვით კობახიძე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შუაში აღმოჩნდა. საუბრის შინაარსი ჩვენთვის უცნობია, თუმცა თუ გავიხსენებთ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წინა შეხვედრას, რომელიც ალბანეთში გაიმართა, მაშინაც რამდენიმე წამიანი შეხვედრა მაკრონთან, კობახიძემ წარმოაჩინა ისე, თითქოს ორი ქვეყნის პოლიტიკა ერთმანეთთან თანხმედრაში იყო. პრინციპში ირაკლი კობახიძის ამ განცხადებებს წინასწარ გასცა პასუხი დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ფორმულას კითხვის პასუხად უწყება განმარტავს, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციებს არ ცვლის და დანია ქვეყანაში მიმდინარე გაუარესებული ვითარების გამო შეშფოთებულია. ყველა საინტერესო ის იყო, რომ მქონდა 20-ზე მეტ, ალბათ 30-ზე მეტ ლიდერთან უშუალოდ გასაუბრების საშუალება და ყველა ამ ლიდერთან საუბრობდით, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და საუბრობდით საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობაზე და პერსპექტივებზე. და საინტერესო ის არის, რომ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან გამოითქვა მზაობა იმისათვის, რომ გადავხედოთ ჩვენ ურთიერთობებს და გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფას ევროკავშირისკენ. IPC არ არის ევროკავშირის ფორმატის შეხვედრა და IPC-ს ჩარჩო არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. ოპოზიციის შეფასებით კი ამ ფორმატში ოცნების ლიდერების მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურია, რადგან ივანიშვილის გუნდმა გააკეთა ყველაფერი ქვეყნის ევროინტეგრაციის შეჩერებისთვის და ოცნების ხელისუფლება აღარავისთვის აღარ არის სასურველი პარტნიორი. მათივე თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრებზე ვერაფერი ექნება სათქმელი იმ პრემიერს, რომელიც ამავე ქვეყნების წარმომადგენლებს deep state-ად მოიხსენიებს და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებაში ადანაშაულებს. როდესაც ლათინური ამბანის თანმიმდევრობის ამარაა დარჩენილი ქართული დიპლომატია, რომ F და G ერთმანეთს მოყვება და შესაბამისად პრეზიდენტ მაკრონს უწევს გამარჯვების თქმა პრემიერ-მინისტრად წოდებულ კობახიძისთვის და ეს უხარია ადამიანს შემთხვევითი ხელის ჩამორთმევა და ალფავიტის თანმიმდევრობა, რომელიც საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრს ეძახის, მე მგონი ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს ის, რომ არც ერთ ორმხრივ შეხვედრაზე, არც ერთ დედაქალაქში არ ხვდებიან დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ევროპული ქვეყნების ლიდერებს ვხედავთ საქართველოში, როგორც ეს არაერთხელ ნახეთ, მაგალითად მოლდოვაში. ერთადერთი ისიც კოპენჰაგენში ვიზიტს გამოიყენებს კობახიძე, ეს არის რაღაცა PR კამპანია, რომ ვიღაცა დარჩენილი მისი მომხრეები დაარწმუნოს იმაში, რომ მას თითქოს ვიღაც სადღაც ელაპარაკება. რეალობა კი არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული. ჩვენ არ გვინახავს არც ერთი განცხადება ევროპელი ლიდერების, რომელიც მიანიშნებს რაიმე ცვლილებაზე ამ მიმართულებით, თუმცა ვნახეთ, რომ ევროსაბჭო უკვე განიხილავს სახელმწიფოთა შორისი სარჩელის გზით ზეწოლის გაზრდას. რაზე ესაუბრებოდა პარტნიორებს კობახიძე და ახსენა თუ არა იქაც გამოგონილი deep state-ი არ ვიცით, თუმცა სამიტის ფარგლებში მთავარი საკითხები ეხებოდა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს, ჰიბრიდულ საფრთხეებს, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და მიგრაციას. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრას 47 სახელმწიფოს ლიდერი ესწრებოდა, რიგით მერვე სამიტი კი გაზაფხულზე სომხეთში გაიმართება.